პოზიტივი და იმედი დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, სხვათა შორის სიმბოლურია, რომ რუსულ კომპანია კამასთან ერთად და ახლა მოგიყვებით თუ რას ნიშნავს ეს. პირველი ლონდონში ბაზირებულ TBC-ს და საქართველოს ბანკებს მოუწევთ ამ ორივე ტელევიზიის ანგარიშების გაყიდვა. ანუ მარტივად რომ თქვა, ხელფასების აღებაც კი პრობლემა გახდება ამ ორივე ტელევიზიების თანამშრომლებისთვის. ასევე დიდი ბიზნესები, როგორიც არის Coca-Cola, Procter & Gamble და შარშან იმედზე 9 მილიონის რეკლამის მიმტანი საქართველოს ბანკი, ამ არხებზე რეკლამას ვეღარ მიიტანენ. რადგან განსაკუთრებით უცხოური კომპანიებისთვის, ყველაზე დიდი რეკლამის მიმტანებისთვის და ლონდონში ბაზირებული საქართველოს ბანკისთვის უდიდესი რისკია სანქცირებულ კომპანიასთან ურთიერთობა. ორივესთვის რბილად რომ თქვა, პრობლემა გახდება სხვადასხვა ტექნიკური სერვისის მიღება უცხოეთიდან, ასევე სატელიტის მომსახურების მიღება, ასევე პრობლემა გახდება ამ არხებზე უცხოური გადაცემების ანალოგების და სერიალების მიტანა. აი მაგალითად უცხოური გადაცემის ანალოგია იმედის დილის გადაცემა, რომლის დიზაინი აქვს ნაყიდი NBC-სგან. ასევე ამის მაგალითია ცეკვავენ ვარსკვლავები, ნიჭიერი X-ფაქტორი და ასე შემდეგ. ხო და ესაა სწორი მიდგომა. სანქციებში არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოუყვეს არც ჩვენი ქვეყანა და არც მისი ეკონომიკა. სანქციები უნდა შეეხოთ ზუსტად ამ მატყუარა პროპაგანდისტებს, რომლებიც ერთი ხელით დასავლეთს ლანძღავენ, მეორე ხელით კი ევროპაში დადიან, იქ შოპინგობენ, იქ ისვენებენ და დასავლური კომპანიებისგან იღებენ დასავლურ ფულს.